მოგესალმებით გალბატონებო ბატონებო, გუშინდელი დღის მე დღეს უკეთეს თორ ბევრად. და დღეს არ ვიცი რა ზმელაპარაკა და გადავწყვიტე ჩემს საყვარელ სუპერგვირებზე ვილაპარაკო. და ჩემი საყვარელი სისტემა კი არა და რა ქვია იმას. ბევრი სუპერგვირები სადაც არიან განვითარებული, DC არ არის. DC-ის სუპერგვირი Flash-ი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო სუპერგვირი, რა, ტოპ 3-ში რო აუცილებლად უნდა იყოს ეგეთი. მაგრამ თვითონ DC არ მევასება რა, ძალიან დარქია და რაღაცა ბნელი და უაზრობა და გოიმობა გამოდი. ანუ სუპერგვირი რო არის, სუპერგვირს უნდა კონდეს ეგეთი ბნელი წარსული კი არ უნდა კონდეს და რაღაცა აი მოუკლეს ყველა და მე დაიწყო, მაგრამ ყველას ეგრე აქვს თითქოს. ყველას ეგრე აქვს. ხოლო გავჩ Flash არ აქვს. Flash მე მოუკლეს სუპერგვირი რო გახდა. გავჩ მაგრამ იმასება Flash. ჩემი საყვარელი ტოპ 5 სუპერგვირები არიან Deadpool-ი, Wolverine, სამურავი იგივე. სამურავი არის დათვით ცხოველი, რომელიც ბინადრობს სადღაც არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს და მაგას აქვს ეგეთი გრძელი კლანჭები პატარა სხეულზე და მანდან გამომდინარე ქვია მაგას Wolverine. Wolverine ცალკე ცხოველი არის, თავიდან მეგონა რომ Wolf-ის გლის გამოქონდა ეგეთი ისენი და მე რო გავიზარდე ნელ-ნელა გავიგე. ადამიანი ობობა, მაიცოდე ავი, Flash-ი, Wolverine, Deadpool-ი, ადამიანი ობობა და მეხუთე Venom-ი. ხო, ძირითადად Marvel-ის სუპერგმირები მომწონს, მაგრამ ძალიან მევასება ის Flash-ი იმდენად მევასება, რომ Flash ცალკე შეიძლება პირველად დავაყენო და აქეთ ესენი ყველანი. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც Deadpool-ი მიყვარს, იმიტომ რომ ხალხთან კომუნიკაცია აქვს ბოლო-ბოლო. ჰაი, რაღაცნაირი დღეები მოვიდა. ისეთი რომ აი ყავას რო ვერ ვსვამ დილით, მოკლედ მარტივად რო აგიხსნათ, გათიშული ვარ ხოლმე რა და მეც მგონია რომ მე თუ სუპერგმირი ვარ, ანუ ჩემი ლაპარაკი თუ სუპერგმირული არის, მაგ შემთხვევაში ყავა არის ის რაც ძალას მატებს რა, ისე ვერ ბაზრობ რა. ორი დღეა დილავით ყავას ვერ ვსვამ და აი ესეთ შედეგები გვაქვს. გუშინ იმაზე ვილაპარაკე, დღეს ამაზე ვილაპარაკე, გარჩი გარეკილი მაქვს, მაგარი გარეკილი, მართლა გარეკილი მაქვს. მაგრამ ეგ არაფერი პრობლემა მსგავსი ამაში არაფერი არ არის. ძალიან ბედნიერი ვარ, მაინც გუშინ ჩავატარე ტურნირი, დავიღალე, დღესაც უნდა წავიდე, არ მინდოდა წასვლა და დასვენება მინდოდა, მაგრამ ჯითუმ შევიგრიბოთ და დღეს შევიგრიბებით და სამომავლო იდეებზე უნდა ვილაპარაკოთ რა. რამე ახალი ამბავი თუ იქნება მაფიის სეზონზე, მაგას გააგებინებთ რა. რა თქმა უნდა, რა როგორ იქნება, ეგენი ჯერ არ ვიცით რა, არ ჩამოგვეყალიბებია რაღაცებს გეგმავთ რა თქმა უნდა, მაგრამ რა როგორ იქნება, მაგას გააგებინებთ ყველაფერს. ლამაზად, კარგად, ბედნიერად, ნაესად შეგახუტებთ ინფორმაციებს, მე გამოვიტან შიგნიდან კარგი. ეს არ ვიყავი. ხო, სუპერგმირებსაც ეხება. ძალიან მიყვარს Iron Man-ი, რკინისკაცი. და თურმე ხა ფილმებში რაც ხდებოდა, ვიღაცამ დადროპა ეგეთი თეორია, რომ თურმე რკინისკაცი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ რკინისკაცის ფილმებშიც კი რკინისკაცი არ იყო და თურმე იყო დოქტორი Van Doom-ი რა, ანუ მე ვატეთ მეძინა ყავა მჭირდება. ლენკასთან რო გადავსულიყავი, მე იქ ვერ ჩავწერდი ვიდეოს, იმიტომ რომ ლენკასთან ერთად რო ვდუმდები რაღაცნაირად და ის ამჭირს. ხო და სად ვიყავ? ვიღაცამ ეგეთი იდეა გააჟღერა, რომ თეორია არის ეგეთი, რომ თურმე რკინისკაცი ვაფშე არასდროს არ ყოფილა რკინისკაცი. და ეხა ხო დოქტორი Van Doom-ის ნიღაბი მოიხსნა ბატონმა Iron Man-მა. ბატონმა Robert Downey Jr.-მა უпростоრად და თურმე მთელი ის რაც იყო დალაგებული, ყველაფერი იყო იმას დალაგებული, რომ თურმე ეს იყო ისა. დოქტორი Van Doom-ი იყო. ხო და აი მაგას მე მგონი მართალი არის რა, რაც ეგ თეორია მოვისმენა, ყველაფერი ჯდებოდა რა. იმიტომ რომ მამამის რო ხდება რომელიღაც ნაწილში თუ გახსოვთ, წარსულში რო გადადის და იქ რო მამამის ხდება, იქ მამამისი ეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ შვილს ველოდებიო თუ რაღაც და ამას უყვირს, იმიტომ რომ იცის რომ ჯერ არ არის ამის დაბადების დრო. ანუ მიხვდით ხო? არჩე ის მამამისი არ არის რა. სიამოვნებაში რკინისკაცი სად არის, ამ ნამდვილი Robert Downey Jr. ვინ არის, სად არის, როგორ არის, ეგ არავინ არაფერი არ იცის და ეგას ბიჭუჩი.
შეიძლება მეჭუბოთ რომ პროფესიონალი ხარო. არ მექნება მე ამაზე პრობლემა, არავის არაფერზე არ უნდა ქონდეს პრობლემა, მაგრამ ხო, ნუ საბოლოო ჯამში ეგრე დაალაგდა რა, აი აგერა ვარ. ძინავს ნახევრად, მაგრამ სუპერგმირებს გელაპარაკებ. ვენომი რატომ ევასება იცით? სულ არაფერი ტომ ჰარდი ის როლსაც ასრულებს ყველა მევასება. მართლა გეუბნით, აი ტყუპიზმები რო არიან და ერთი მკვლელი რო არის და ერთი დებილი, აი ეგეც კი მევასება, ყველაფერი მევასება. ტომ ჰარდი რო ასრულებს უკვე მევასება. მაგრამ მე კომიქსებიდანაც მევასებოდა ვენომი, იმიტომ რომ ადამიანიობას და ვენომის გაერთიანება ძალიან საინტერესო არის, დაპირისპირებაც საინტერესო არის. Plus კიდე არ ვიცი თქვენ იცით თუ არ არსებობს ეგეთი სუპერგმირი ვენომპული, სადაც ვენომი დედპულში ჯდება და მე უკვე იქ ახალი სუპერგმირი იქნება, რომელიც ძალიან ძერს კი არის, მე თუ გითხავთ. თან დედპულს ის აქვს რა. იუმორის მაღალი დონე აქვს რა და სასიამოვნო საყურებელია დედპულის ყველაფერი და ყველა ხუმრობა გასაგებია. თან ისეთი ხუმრობები აქვს, რომელსაც ფილტრი შეიძლება ჭირდებოდეს რა სხვა სუპერგმირი ვერ იბაზრებს, იმიტომ რომ ფილტრი შეიძლება დაადუნდო. დედპულს აპრავებენ რა მაგითი რომ აი ეგეთია და რა ქნას რა. ხოლო მე ძალიან მევასება დედპულიც, ადამიანობაც, რასამახა ვულვერინი, სამურავი, კაროჩე, სამენაზე გითარგმნეთ ახლა სამურავი, მაგრამ რა პრობლემა არის. სამურავი მიყვარს ყველაზე მეტად მაინც ალბათ უფრო, თუ არ ვიცი არა. ვინ მიყვარს ყველაზე მეტად უფრო არ ვიცი, მაგრამ ვერ ვყალიბდები რა. იმდენი სუპერგმირი არის კიდე მაგათ გარდა ის ენტმენი ევასება ვიღაცებს. მე ენტმენი მაგალითად მეზისხება. კაპიტანი ამერიკა და რკინისკაცი რო ჩხუბობდნენ, მან ხო იმენა ორი დონდლო იმენა. ეს თავის შეყარებული ჩასირებული, ეს კიდე ვითომ რაღაცა ტრადიციების მიმდევარი დასირებული და ორი დასირებული ერთმანეთს ეჩხუბება და ამათ გამო კიდე ვიღაცები ჩხუბობენ. ეს ფალკონი ხო იმენა აი ესა რა. ტუტუცი რა ადრე ძველ ქართულ იმაში ისტორიაში ტუტუცი რასაც წარმოადგენდა აი ეგ არის ტუტუცივით აყავს კაპიტან ამერიკას ეს ფალკონი რა ის ფალკონი როგორია შევარდენი ხო ალბათ ხო შევარდენია ფალკონი ხო არ ვიცი რა ვერ ხვდები რა მაგრამ ეგა რა ფრთებიანი ზანკაცი რო დაფრინავს ხოლმე ეგა აირონმენსაც ყავს ეგეთი აირონმენთან რო არის რკინისკაცი რო არის ოღონდ ნაცრისფერი რა ქვია მაგას რაღაცა რა არ მახსოვს რა ქვია ეგ რკინისკაცი რო არის ნაცრისფერი ეგ როჟა არის იმას გავს ძალიან ძვირფასო ჩემი დროზე კი სად არის ხო ჩემი ფორმატი ის წელოადი რა ის ყინულებს აი მაგას გავს ძალიან უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ეს ნიუ-იორკში გაზრდილი იმების ყურება არასწორებს რა დიერდევილის სერიალი იყო ძალიან კარგი, როცა გადაიღეს. ფანიშერიც ძალიან კაი სერიალი იყო. აირონ ფისტი ნაგავი სერიალი იყო. არა და კარგი სუპერგმირი არის. კიდე რა სერიალი გადაიღეს, ის ელენა გადაიღეს, ხო? კაჩე მე ვიცი დავიღალე. ერთი პერიოდი იმას იღებდნენ რა. ამ ნიუ-იორკის ბინადარ ლუკი კეიჯიც ტოპ გმირი არის, ძალიან მაგარი როჟა არის, მაგრამ მევასება. დიდი არაფერი არ შეუძლია, მაგრამ მაგარი როჟა. კაუჩი სუპერგმირი მაგრამ ასოებს რა. ბავშვობიდან მინდოდა სუპერგმირობა. მე მივხვდი რომ ვერ გამოვიდოდი რაღაც ეტაპზე გავიაზრე და მაგრამ გამეტყდა. იცი სადა ბავშვობაში გქონდა უბანთან გქონდა რაღაცა აუზი, ოღონდ ამ აუზში წყალი არ იყო. და ამ აუზში რო დადგებოდი, ახლა გადასახტომი იყო და რო გადახტებოდი, უბანში უნდა გადამხტარიყავი, თორე ყლე იყავი რა. ხო და რო ვინც ვერ ხტებოდა გოიმი იყო რა და ავტომატურად ცუდი როჟა იჩნდებოდა. ყველა ვცდილობდით რომ გადავხტარიყავით, მაგრამ ვერავინ ვერ ხტებოდა ხოლმე ძირითადად დახეხილი ქონდა მუხლები, იმიტომ რომ ძირს ვეცემოდით ხოლმე რაღაცა უაზრო ადგილას და მანდ პირველად რო გადავხტი და რო ჩემი ენერგია რო არ მეყო საკმარისი იმისთვის რომ გავფრენილიყავი, მანდ მივხვდი რომ სუპერგმირობა არ გამომივიდოდა რა და მაგრა გამიტყდა. ეს ხელს გავშალე ეს სპაიდერმენივით რომ იქნება წაიყოს მეთქი, აბა თუ მიშველის, მაგრამ ვერ ვქენი. რანაირ რაღაცები ვართ, ბავშვები რო ვართ ხოლმე, რა საინტერესო რაღაცებზე ვფიქრობთ. რო ის დებილობა. კაროჩე ხო.
ლუკი კეიჯი არის ეგეთი სერიალი, მე გირჩევთ რომ უყუროთ. Daredevil-იც ზუსტად ეგეთი სერიალია. Daredevil-ს რატომღაც თავქარიანს ეძახიან, მაგრამ თავქარიან არ ითარგმნება რა რაღაც სხვას ნიშნავს. დავიღალე ამ თქნარებით. არ მეძინება ძმაო. ხო, მერე Daredevil-საც უყურეთ, Punisher-საც უყურეთ. დამსჯელს. Punisher-ი ვაფშე ყველაზე კაი ტიპი არის. არანაირი სუპერ ძალა არ აქვს. просто და ხალხს კლავს. ოღონდ მოსაკლავებს კლავს რა, თან ეგაა ეს კლავს. იქით Batman-ის მხარეს, Batman-ი არ მევასება მე რა. იგივე არა Iron Man ჩათვალეთ. просто მუქია რა, მუქია Iron Man-ის და რაში მეინტერესებს. Joker-ი უფრო საინტერესო პერსონაჟი არის. და ვიღაცები რო იძახიან ხოლმე, ვინ ითამაშება ყველაზე საუკეთესო Joker-იო და ვიღაცები Joaquin Phoenix-ი იძახიან და ზოგი Heath Ledger-ს იძახის. ჩემი აზრით Jared Leto არის ყველაზე კაი Joker-ი. აი, ამაზე შეგიძლიათ გადამიანოთ. მაგრამ ეხლა ნახეთ მე რას ვიძახი. Joker-ი, რომელიც ვიზუალურად არის აღწერილი კომიქსებში და მე როგორც ასეთი კაჩე, Joker-ი, რომელიც იყო აღწერილი წიგნში, კომიქსებში და მე რო ითამაშეს ვიღაცებმა, არც ერთი არ გავდა. აი Jared Leto არის ერთადერთი, რომელიც ვიზუალურად ნამდვილად გავს იმ Joker-ს. ეს ერთი. მერე მეორე. Heath Ledger-მა რაც ითამაშა, Heath Ledger-მა ითამაშა გაგიჟებული Heath Ledger-ი და არა Joker-ი, ჩემი აზრით. იმიტომ რომ Joker-ი არ იყო ეგეთი, მაგას არ აკეთებს Joker-ი რა. ეგეთი ბრუტალურიც არ არის Joker-ი. Joker-ი ერთობა რა და ეგ კაცი იმენა გაბრაზებული იყო რა, სულ მთელი ფილმის განმავლობაში. სამი არა, ორივე სამი, ხო რა, როგორც არის. Короче, მანდა გამოდიან მე Joker-ი არ მგონია იმდენად აი Joker-ი ვინც არის, ეგ არ შეუსრულებია Heath Ledger-ს. Joaquin Phoenix-იც საკმაოდ ახლოსაა იმ Joker-თან, მაგრამ ეს Joaquin Phoenix-ის Joker-ი არის რაღაცა ჩაჯმული Joker-ი. ჩაჯმული Joker-ი არ არსებობს. Joker-ს პირიქით ეგ აქვს, რომ ვაფშე აფერიაზე არ იჯობს, რაღაც კიდია. Harley Quinn-ი კარგად ყავთ შერჩეული, Margot Robbie მაგრად ასრულებს და გავს კიდევაც ვიზუალურადაც. კიდე ვინ არის Superman-ი, ხო უაზრობა. Superman-ი არ ვიცი, ეს ბოლო Superman-ი ნახე არც მაქვს რა, არც მინდა რომ ნახო. ძველი Superman-ები კიდე ხო გასაგები იყო. მე რომელიღაცა Superman-ი, რომელიღაცა ვერსიაში იყო Superman-ი ისა. Teen Wolf-ში რო დერეკი იყო. და აი ეგ რომ ნახე, გულის რევი შეგზება მქონი, მართლა გეუბნებით რა, აი. ხო, აი რა, არ იყო ეგ Superman, არ გავს Superman. Superman ვიცი დატკეპნილი, ესე გადაწკეპილი თმით და რაღაცა უაზრო ბანძი სათვალით და ყავისფერი პიჯაკი ჩარვალეთ. ეგეთი უნდა იყოს Superman. და ტროზიკი უნდა ქონდეს გარედან ამოწმული, მაგრამ ნუ ჯერ მე მაგას ვერ ხვდები, აი ფორმებს ვხატავ ხოლმე, ტროზიკი გარედან რატო აცმევენ? არა მე აზრი ხო შეიძლება იდოს მაგაში, რომ ტროზიკი რატო აცმევენ გარედან? არა, ვერ პოულობ, ვერაფერს ვერ ხვდები ახლა. რა სველი. Короче, მაგიტო გეუბნებით რა, რომ აი ის Daredevil-ის სერიალი რაც გადაიღეს, 4 სხვადასხვა სერიალი გადაიღეს და მე გადაიღეს ერთიანი, ეს 4-ვე ერთად სადაც იყვნენ. და ჩემი აზრით ძალიან კარგი ისა რა, timeline-იც სწორად ვიდის და კარგი საყურებელია. და რაღაცებსაც დაამოყავებთ რა, თუ უყურებთ, თუ გაინტერესებთ სუპერგმირები რა თქმა უნდა. მე მაგრამ აინტერესებს რატომაც. მაგრამ რატო ეგ არ ვიცი. ხო. დოქტორი ვან დუმი და ფანტასტიკური ოთხეული იმინე ნაგვები მგონია არც ერთი არ მევასება. დუმი კიდე ხო რა, აი ტიპია და ეს წელვადის სირი და ცეცხლოვანი სირი და გაქვავებული სირი და უჩინარი სირი. არ არის ჩემი, არ მომწონს რა. ფანტასტიკური ოთხეული იმინე მეზიზღებოდა. კიდე ვინ არიან? იქ DC-ში ვინ არიან? DC-ში არის Aquaman-ი დონდლო არის, სხვათა შორის Aquaman და Namor-ი არის Marvel-ის Aquaman-ი. ხო და Namor-ი რო შეიქმნა, ფერებიც კი ყველაფერი აღებული აქვს და DC-ს აქვს აღებული. და ასევე არის ძალიან ბევრი სუპერგმირი, რომელიც DC-სგან აიღო Marvel-მა და არაფერი არ შეუძლიათ სახელის გარდა იგივე storyline-ი, იგივე უნარები, ყველაფერი იგივე. ხო და ეს Namor-ი პირველი შეიქმნა, ეგ უეჭველი ვარ. მაგრამ დავიღალე ამ თქნარებით. ეგეთი ისა ლეგენდა არის, რომ
როდესაც ამთქანებ მაშინ ნეგატიური ისინი ბოროტი სულები გამოდიან შენ იმიდან უნდა გამოაჯმევინეს თუ ყველას მე მგონი ჩემი ხო და სად ვიყავი ხო და ეგ გმირების გაცვლა და ისინი ვიღაცები ჩხუბობდნენ ხოლმე რომ აი მარველი ჯობია აი ის ჯობია ბავშვობაში რა ჩემი მეთქი ბიჭო შენ ხო გისწორდება ეს დედა არღნია იმას ახას ელაპარაკები რომ იმას ხო ის უსწორდება აზრი ხო არა ხო ვერ გააგებინებ იმას რატო უსწორდება კაროჩი ნუ ჩხუბობთ რა ხალხო ნუ ჩხუბობთ რა რაღაცები კამათი კაია კამათი ასწორებს კამათი ლოგიკური კამათი ასწორებს რა აი მე რო დავდგე და დავუშვათ რომ წარმოვიდგინო ფლეში შეიძლება მორევა თუ სუპერმენს და სპაიდერმენს და ამაზე ფიქრი რო დავიწყო კაია ვიფიქრებ რა რაღაც ეტაპზე შეიძლება სპაიდერმენს თავისი სენსეს რო აქვს რა ის ობობის გრძნობები რომ უცებ რო ხდება რაღაც რომ უნდა ელოდება და შეიძლება მაგამ უშველოს მაგრამ ისეთ სისტრაფეზე მუშაობს ფლეში რომ შეიძლება მაგადანაც არ უშველოს და მაგრამ ესე რომ დავდგეთ და აი ბიჭო ვინა ბიჭო ბეტმენი რანაირად ჯობია აირონმენ შენი უჯახში აი ეგ არასწორებს რა მართლა არასწორებს დავიღალე მაგრამ დაღალილი ვარ ეგეთ რაღაცა ხო ამას წინათ ვახობელთაშვილი მეჩხუბა ისე რა გუშინაც ხომსული გუშინ არ გუჩხუბია გუშინ საყოლს ვახოს აუ გუში ვითამს მაგარი ხელი ვახო იყო წითელი მე ვიყავ შავი დონი ვიყავი და ჩემი ერთი შავი გავხსენი დეტექტივად ვახოს შავი და გავუშვით ეგრევე 11 ხელით დავალაგეთ მაგრამ გუში ცუდად მოვიქეცი ცუდ წითლებს ვესროდით სულ აი მენას უთითლებს ეს როდით. ბოლო ეგრე არ შეიძლება. ხო, კაროჩე. წავედი რა მიყვარ ხარ სუპერგმირებს არ შეეხება მე ვარ მაგარი სუპერგმირი. მე ვარ ეგრე სუპერგმირი. YouTube სუპერგმირი ვარ. просто ჯერის არ მაქვს რა. მაგ ნახვები არ მაქვს. ეგ მინუსი მაქვს. ეგ არის ჩემი weak point-ი. აი ნახვები არ არის. მანუ არის მე არ ვადა. კაროჩე. როგორ ახართ? თქვენ როგორ ახართ? ეგ დამიწერეთ. ხვალ მე თამაში მიდივარ, მაგრამ ხვალისთვის ვიდეოს წინას არ გადავიღებ დღეს, ალბათ, და იმასაც დავდებ. ხვალ. და ზეგ დავდებ, ალბათ, აი სტადიონზე შესვლის მომენტიდან ყველაფერს რა. გაგისწორდებათ დიდი იმედი მაქვს. თუ არ გაგისწორდებათ და ხო კაი. просто აი 5 წუთიან შესვენებაზე რა უნდა გავაკეთო მაგას ვერ ხვდები. ვიღაც გავგზავნო პივაზე, ვიღაცას ჰოთ-დოგზე, მე ვიჯდები იქ ჯიტივით. всё, შვენიერი იდეა არის. კაია, გენაცვალთ, კარგად იყავით, გაგვეცეთ.